ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ორი ნათესავი. ერთი ღარიბი იყო, ერთი ძალიან დიდარი. ღარიბს ტყის პირაში ქოხი ჰქონდა. დიდარი ქალაქში ულამაზეს სახლში ცხოვრობდა. ერთხელ ღარიბი კაცით ზეიმობდა და მინდორში ოქროს ქთა იპოვა. აიხედა მაღლა და რას ხედავს? ხეზე ოქროსფერი მამალიდის და ყველა მთა ოქროსი აქვს. აიღო მთა ღარიბმა კაცმა და ქალაქში წავიდა. ერთა თავის დიდარ ნათესავს მიუტანა. დიდარმა მაიღო, კალეკაც შეხედა, გახედა ღარიბ კაცს და უთხრა: ეს ძვირფაში არ არის. აბთაში მხოლოდ ერთ ვერცხლის ბურს მოგცემი. ღარიბი ფული არასდროს ჰქონდა. ამიტომ იფიქრა, ერთი ვერცხლის ბურიც კარგია. რა იცოდა რომ ერთა სუფთა ოქროსი იყო. მეორე დღეს ღარიბი ისევ ტყეში წავიდა. კიდე ნახა ოქროს მთა. კიდე მიუტანა დიდარს. დიდარმა ისე ცოტა უფული მიცვა. ასე გრძელდებოდა დიდხანში. ერთხელაც ტყეში შეინობისად ღარიბი კაცი მამის კივილი შემოსმა. კოკარიკუ, კოკარიკუ, ბიჭდამს გულს ეტამს, კაბელდილით ბალიშის ქვეშ. არ ოქროს ქვეშ იპოვისო. გაიგდა ქალაქში და ყველაფერი დიდარ ნათესავს მოუყო. დიდარმა ნათესავმა ფალები მოწუყა. ვოროტულად თაიჩინა. თუ შენი მამალის მომიყვან, 1000 ვერცხლის ბურს მოგცემო. არ მინდა ფულიო. მე ორი ვაზი მყავს. ისინი ქალაქში ჩამოიყვანენ და გაზარდნენ. მინდა რომ სკოლაში რო იაროთ. ტყუილები რო გაიზარდნონო. თემათი გასდის. ფული არ მაქვს. დიდარმა პირობა მისცა. კარგი შენშვიდე ვასწავლიო. ოღონდ ის მამალი მომიყვანეო. ავდა ღარიბი ტყეში. მამალი ისევ ხეზე იჯდა. ეს რო ვაქვა, ჩამოაგდო მამალი და თავის შვილებს ქალაქში გაატანა. დიდარმა კაცმა მამალი რო დაინახა, სიხარულისგან გტუმბად დაიწყო. სასწრაფოდ მომიმზადეთ, სადილად მომართვით. ყველაზე გემრიელი მამლის გული უნდა იყოსო. ღარიბი ძმები შეუდგნენ საწმის გაკეთებას. თუმცა მამალი ქვაში იხარშებოდა ყუჩები. ქვაბიდან მამლის გული გადმოვარდა და იატაკზე დაეცა. უბრალოდ მამძმა უთხრა: ეს გული უნდა გადავაგდოთ. აბა წუთკიანი ხო არ ვაწმევთ. გეხვატები არ დააგდო. უთხრა პატარა ძმა. მთელი დღე არაფერი მიწამია. ამაზე გარაცხავდა მესეთ. ასეთ მოიქცნენ. მამლის გული ძმებმა სუბჰაჟა გაიყეს. დიდარმა კაცმა დიდხანს შედება ქვაბში მამლის გული და რო ვერ იპოვა, ძმებს ცხუბლი დაუმტყო. სად არის ჩემი მამლის გული? რო ვყავითო? ძმებმა ყველაფერი უთხრეს. გაბრადა ღარიბი კაცი. გაეძრიეთ ჩემი სახლიდან. დაბრუნდი თქვენ ქოხში. თემნა თვალებან არც აგინახოთ. წავიდნენ დაღონებული ძმები და მამამის ამბავი მიუტანეს. ესე დაგვემართაო. ეწყინა ღარიბ კაცი. თუდად მოგწეულია ჩემი ნათესავიო. მაგრამ რას იზამდა? მეორე დილით ორივე ძმა ბალში ოქროს კვერცხი იპოვა.
ეს ეგრძელდებოდა ყოველ დილას. ამ დროს ვატარმა თამოიარა და ამ კვერთხებში ძალიან ბევრი ფული ვიჭა. რასაც კი ორივე ძმას ყოველდღე ოქროს კვერთხი ხდება. დიდი ფული იშოვეს, კარგი განათლება მიიღეს და დიდი მეცნიერები გამოვიდნენ.